1985 წელი. უემბლის სტადიონი. 72,000 ადამიანი ერთდროულად სუნთქავს და შუაში კაცი, რომელიც მათ ერთი ხელის მოძრაობით მართავს. ეს არის ფრედი მერკური, ადამიანი, რომელიც ბევრის თვალში მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ვოკალისტად მიიჩნევა. ეს მთავარი ვოკალისტი ვერ ახერხებს თავისი მთავარი მიზნის ასრულებას, რომ ქონოდა წარმატებული სოლო კარიერა. რატომ დატოვა მან ქვინი, როცა მწვერვალზე იყო? რატომ ვერ შედგა დუეტი მაიკლ ჯექსონსა და ფრედი მერკურის შორის? და როგორ მოხდა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში სარკეშიც კი ვერ ხედავდა საკუთარ თავს? მე საბა ვარ. შენ შეგიძლია შუგა დამიძახო. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ფრედი მერკურის. 1980-იანი წლების დასაწყისში ქვინი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი მსოფლიოში, მაგრამ ამ წარმატებას თან ახლდა შიდა დაძაბულობა. ისინი ვერ ერკვეოდნენ ერთმანეთში თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ქვინი, თუ მაგალითად ბრაიან მეის და სხვა ჯგუფის წევრებს ერჩივნათ სტაბილურობა, ფრედი მერკურის ეს არ აწყობდა, მას უნდოდა სიახლეები, ექსპერიმენტები, მოკლედ ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთში. 1982 წელს კი მან მიიღო მძიმე გადაწყვეტილება, რომ დაიწყო სოლო კარიერა და გააფორმა 4 მილიონიანი კონტრაქტი. ოფიციალურად ეს იყო ახალი ნაბიჯი, თუმცა არაოფიციალურად ქვინის წევრებისთვის ეს ღალატის ტოლფასი იყო. ფრედი გადავიდა მიუნხენში საცხოვრებლად. ეს თავისი ახალი ცხოვრების დასაწყისი უნდა ყოფილიყო. მიუნხენი იმ დროს იყო ღამის ცხოვრება, ნარკოტიკები, უკონტროლო წვეულებები. პრინციპში ის ყველაფერი, რაც ფრედის ყოველთვის აკლდა. ახლა მიიღო, თუმცა გადაეშვა ილუზიაში. მისი სტუდია გადაიქცა კლუბად. მიუხედავად ამ დიდი ქაოსისა, ფრედის მაინც ჰქონდა ეს დიდი მიზანი, რომ გაეგრძელებინა თავისი სოლო კარიერა და გაეკეთებინა იმაზე დიდი რამ, რაც ქვინთან ერთად შეძლო. ვისთან ერთად თუ არა მაიკლ ჯექსონთან. 1993 წელს ის ჩადის ლოს-ანჯელესში მაიკლთან და ორი ლეგენდა ერთ ოთახში წერენ სიმღერებს. თუმცა არც ერთი სიმღერა არ გამოვიდა. ხოლო დემო ვერსიებია დღემდე ცნობილი. მიზეზი ძალიან საინტერესოა. მაიკლ ჯექსონს ძალიან უყვარდა ცხოველები. მას ყავდა შიმპანზე, ლამა, სპილო, ჟირაფი და ეს ყველაფერი თავის სახლში. სხვათა შორის მისი შიმპანზე ახლა ცოცხალია და არის 53 წლის. ცოტა მელოტია, მაგრამ ისევ ცოცხლობს. როდესაც ფრედი წერდა სიმღერას, მოკლედ, სტუდიაში უცებ არსაიდან შემოვიდა ლამა. დაიწყო ესე წრეზე ტრიალი. გაგიჟდა ფრედი მერკური, ისედაც არ ქონდა ისეთი სტაბილური ხასიათი, საკმაოდ ამაყი იყო და იფიქრა ჯექსონზე, რომ ეს ცოტა ვერ არისო. ეგრევე გავარდა საპირფარეშოში, დაურეკა თავის მენეჯერს, რომ დროზე გამიყვანეთ აქედან და იმ ღამესვე ის დაბრუნა მიუნხენში. საინტერესო ის არის, რომ მაიკლ ჯექსონის ლამას ლუის გამო ვერ შედგა საუკუნის კოლაბორაცია ალბათ. ფრედი მერკური და მაიკლ ჯექსონი არის ორი ამოუხსნელი ხმა დედამიწაზე. 1985 წელს კი მან მაინც მიაღწია თავის საწადელს და გამოუშვა ალბომი Mr. Bad Guy. თუმცა ის მოლოდინები რაც გააჩნდა, არ გამართლდა, უფრო მეცელოდა და მან გამოჩნდა, რომ ხალხს აინტერესებდა ქვინი და არა ცალკე ფრედი მერკური. მათ ყველა ერთად უყვარდათ და არა ცალ-ცალ. და სწორედ მაშინ, როცა ფრედი მიხვდა, რომ ის ქვინს ვერ აჯობებდა, ბედის წერამ მძიმე დარტყმა მიაყენა და 1987 წელს მას დაუდგინეს შიცი. ამაზე ეჭვი მანამდეც ჰქონდა, თუმცა არ აღიარებდა და გამოკვლევებზე ძალიან ბოლოს მივიდა. შიცი ეს სიტყვა იმ პერიოდში ნიშნავდა სიკვდილს. ერთეული შემთხვევები იყო გადარჩენის. ყველაზე რთული კი ის იყო, რომ ის სიჩუმეს ინარჩუნებდა, არავის არ ეუნებოდა, მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. ერთ-ერთი იყო მერი ოსტინი, მისი ყოფილი მეუღლე და შემდეგ უკვე მეგობარი. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ქვინის წევრებისთვისაც ეთქვა ეს ყველაფერი. მხოლოდ ერთი პირობით, რომ ისინი არ შეწყვეტდნენ მუშაობას, სანამ მას სუნთქვა შეეძლო. ამის შემდეგ დაიწყო თავდაუზოგავი შრომა, სიმღერაზე უშვებდა ალბომს ალბომზე. თუმცა 1990 წლის დასაწყისში ძალიან შესუსტდა მოკლედ ფიზიკურად. მას სიარულიც კი აღარ შეეძლო. ძალიან გახდა. მხედველობის პრობლემები ჰქონდა და ნელ-ნელა მხედველობას კარგავდა. მის სახლთან ძალიან ხშირად იყვნენ უკვე პაპარაცები, რომ რამე კარგი კადრი დაეჭირათ თუ როგორ უფრო ცუდად გამოაჩენენ ფრედის, თუმცა მისი მეგობრები კარგად მალავდნენ და მისი სიცოცხლის ბოლო დღემდე არავინ იცოდა, რომ მას შიცი ჰქონდა. ბოლო კვირებში სტუდიიდან არ გამოდიოდა, ფეხზეც ვერ იდგა, უკვე დაბრმავებული იყო თითქმის, ცალი თვალით ძლივს ხედავდა, თუმცა როდესაც სტუდიაში მიკროფონთან იდგა, გიჟურად ითხოვდა ფურცლებს. რამე დამიწერეთ, ტექსტები დამიწერეთ და რამეს ვიმღერებ. მოიფიქრებდა მელოდიას და იმღერებდა. და ძალიან ბევრი სიმღერა არის ასეთი გამოშვებული. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა არის The Show Must Go On. ბავშვობიდან მართლა ძალიან მიყვარს და როცა გავიგე ამ სიმღერის ისტორია, უფრო შემიყვარდა. და კიდე იმას მივხვდი, რომ თუ რაღაც სიმღერა გიყვარს, სიმღერაზე უნდა მოიძიო ინფორმაცია. როცა რაღაც ძლიერი ისტორია აქვს მუსიკას, სულ სხვანაირად უსმენ. ეს სიმღერა დაწერა ბრაიან მეიმ, ქვინის გიტარისტმა. სიმღერა არის ჯამბაზზე, რომელსაც არც ეცინება, არც კარგხასიათზე, მაგრამ აუდიტორიისთვის ყველაფერს აკეთებს, რომ კარგხასიათზე ამყოფოს. ტექსტი წააკითხა ფრედის, მოეწონა, დაიწყეს ჩაწერა. თუმცა ფრედის არ გაუჩნდა კითხვა თუ ვისზე იყო ეს სიმღერა. ბრაიან მეი ფრედის გარდაცვალების შემდეგ ინტერვიუში იძახის, რომ ეს სიმღერა ფრედის მიუძღვნა. ფრედი მღეროდა სიმღერას საკუთარ თავზე და ეს არ იცოდა.
სიმღერაში ნახსენებია გრიმი, რომელიც იშლება, თუმცა სახეზე ღიმილი არ ქრება. ეს მთლიანად ფრედის ეკუთვნის, თუ როგორ ცდილობდა ბოლომდე დაემალა თავისი დაავადება და ხალხისთვის ეს არ ეგრძნობინებინა. ამ სიმღერაში არის ძალიან მაღალი ნოტები, ისეთი ნოტები, რომ წესით ფრედისაც კი უნდა გაჭირვებოდა და ბრაიან მეის კითხვები ჰქონდა. კითხა კიდეც, ხო არ დაუწიოთ ცოტა ტონალობასო, მაგრამ ფრედი უთხრა, რომ ამას გავაკეთებ ძვირფასო, არაყი მომიტანეო, მოუტანეს არაყი, 100 გრამი ჩაარტყა და ამოუშვა ხმა, რომელსაც ახლაც რო ვისმენ, ყოველთვის ბურცგლავს და ჩაწერა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვოკალი ისტორიაში. მის ბოლო კლიპებს თუ გადავხედავთ, უმეტესად არის შავ-თეთრი ფერის, არა იმის გამო, რომ ეს რაღაცა ინოვაცია იყო და რაღაც ახალს ეძებდნენ, უბრალოდ მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ფრედის სახე დაემალათ, იმიტომ რომ მას უკვე კანზე რაღაც ჭრილობები ჰქონდა, სალი თვალი მთლიანად ჩაწითლებული ჰქონდა, იმიტომ რომ ვერ ხედავდა. ანუ მოკლედ ძლივს იდგა ფეხზე და მის ბოლო კლიპში These are the days of our lives. მისი ბოლო ფრაზა არის I still love you და უყურებს კამერას და არის სრული სიჩუმე. ეს იყო მისი დამშვიდობება. 1991 წლის 24 ნოემბერს ფრედი მერკური გარდაიცვალა 45 წლის ასაკში. მან მერი ოსტინს თხოვა, რომ გაეკეთებინათ კრემაცია და მისი ფერფლის ადგილსაყოფელის შესახებ არავის ცოდნოდა. მერი ოსტინმა ეს თხოვნა შეუსრულა და მართლაც დღემდე არავინ იცის მისი ადგილსაყოფელი. ფრედი მერკურიმ დაგვიტოვა არა მხოლოდ სიმღერა, არამედ დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ არტისტი ბოლო ამოსუნთქვამდე უნდა იბრძოდეს საკუთარი საქმისთვის და რომ შოუ ყოველთვის უნდა გაგრძელდეს. მე ვიმყოფები ლისი პოდკასტ სტუდიოში, რომელიც მდებარეობს ავთოვარარის 99-ში. თუ გინდათ პოდკასტის ჩაწერა, ან თუნდაც ასეთი მსგავსი მონოლოგის სტილის ვიდეო ჩაწერა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ლინკი იქნება აღწერაში. სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ვიდეო, უნდა გამოიწეროთ არხი, დალაიქოთ, მივიღებთ რჩევებს და დამიწერეთ კომენტარებში ვიზე გადავიღო შემდეგი ვიდეო. მადლობა.